სოლიდარობის ფონდმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ხელშეწყობისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობის სიგელი გადასცა. გაღებული ქველმოქმედებისთვის ასევე საპატიო ჯილდო მიიღო თურქმა ინვესტორმა, რომელმაც 2014 წლის სექტემბერში ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოზარდების დასახმარებლად 9 მილიონი ლარი გაიღო, რაც ფონდის მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტ შეადგენს. ისეთ რომ 78 ბავშვი დაფინანსდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში 22 წლამდე მოქალაქეები და მე ვფიქრობ რომ აჭარის წვლილი აქ განსაკუთრებული იყო ეს აღინიშნა კიდეც შეხვედრას და ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ამ ტენდენციას ვფიქრობ რომ ყველა უცხებაში უნდა იყოს ეს პრეზენტაცია ჩატარებული რომ ყველამ გაიგოს თუ თითოეული ლარი რომელსაც ის წირავს ამ ფონდს თუ სად მიდის და თუ რა კეთილ საქმეს დახმარდება. როგორც კი საქართველოში დიდი პროექტის განხორციელებაზე თანხმობა მივიღეთ, მაშინ გადაწყდა, რომ საქველმოქმედო საქმიანობაში ჩავერთვებოდით. ჩვენთვის დიდი პატივი იყო ამ ქველმოქმედების გაღება ახალგაზრდა პრემიერის მიერ დაარსებული ფონდისთვის. ამის ხაზგასმა არ გვსურდა, თუმცა რადგან სოლიდარობის ფონდმა გადაწყვიტა ჩვენთვის გაეცნო რა გაკეთდა გადარიცხული თანხით, უარი ვერ ვუთხარით ამასთან გსურს გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და მადლობა გადაუხადოთ საქართველოს პრემიერს. 2014 წლის სექტემბერში მეტრო ატლას ჯორჯის მიერ განხორციელებული დონაცია იყო კრიტიკული მნიშვნელობის. ამ დონაციამ მოგცა საშუალება, რომ გაგვეფართოვებინა საქართველოს სოლიდარობის ფონდის საქმიანობა და თუ კი სექტემბრამდე ჩვენ 18 წლამდე ასე ის ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს ვეხმარებოდით. დღეისთვის უკვე 22 წლამდე გაიზარდა აღნიშნული თქო არეალი დახმარების. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი მაგალითი კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობისა და ფილანთროპიის ხელშეწყობის კუთხით.